სრულიად სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოსი უწმინდესი გარეგინ პირველი დღის პირველ საათზე პატივით დაკრძალეს. აქ იყვნენ მსოფლიოს თითქმის ყველა ეკლესიის წარმომადგენლები. ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე წარმოადგენდნენ. საქართველოს პატრიარქი პირველი გახლდათ, ვინც სამგლოვიარო სიტყვა წარმოთქვა უშუალოდ დაკრძალვის წინ. Грузия и лично я лишились друга и мудрого собрата. Святейший католикос Гарегин первый был достойным преемником великих католикосов Георга VI, Вазгена I и других его предшественников. გარეგინ პირველი კილიკიური სამხური ეკლესიისთვის კი გარეგინ მეორე ამ ორ ეკლესიას შორის ისტორიულად დარღვეული მთლიანობის აღდგენას ცდილობდა. ორგანიზაცია დაშნაკ ცუნტუნის აქტიური წევრი კათოლიკოსი ამ ორგანიზაციის მოწინააღმდეგ ლევონ ტერპეტროსიანმა ვოლუნტარიზმის გზით მოიყვანა სომხური ეკლესიის სათავეში. ამ ფაქტმა მაშინ გააღიზიანა დაშნაკ ცუნტუნის მომხრე უზარმაზარი სომხური დიასპორა, რომელიც არც თუ მრავალრიცხოვანი დელეგაციის სახით იყო დღეს წარმოდგენილი. სამაგიეროდ ოიკუმენური მოძრაობის აქტიურ მხარდამჭერ კათოლიკოს დიდი პატივი მიაგეს ამ ორგანიზაციის წევრი ეკლესიების წარმომადგენლებმა. სომხური მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია გააგრძელებს როგორც გარეგინ პირველის, ისე ვაზგენ პირველის დაწყებულ საქმეს. სომხეთის გაქრისტიანების 1700 წლისთან დაკავშირებით მათ დიდი გეგმები ჰქონდათ. ერთიანი სომხური ეკლესია კვლავ ნაცადი გზით ივლის და ყოველთვის მხოლოდ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ნებას გაატარებს. 90-მდე გამოცემის ავტორი, პოლიგლოტი და ემოციური ორატორი გარეგინ პირველი, ვაზგენ პირველის საქმის გამგრძელებლად ითვლებოდა. ვაზგენ პირველის 40 წლიან მოღვაწეობასთან შედარებით მისი ხანმოკლე 4 წლიანი მოღვაწეობა საკმარისი არ აღმოჩნდა წინამორბედი კათოლიკოსის მსგავსი პოპულარობის მოსაპოვებლად. თუმცა მისი ხელმძღვანელობით სომხეთში 20-მდე ეკლესია აშენდა და ერევნის კათედრალურ ტაძარსაც ჩაეყარა საფუძველი. სომხურმა ეკლესიამ იგი წესისამებრ წმინდათა რანგში აიყვანა და ამით მან მორწმუნეთა გულში სამუდამო სასუფეველი დაიმკვიდრა. ისტორიული გარემოებებიდან გამომდინარე ეჭმიაძინის ტაძარი პერიოდულად კარგავდა სათავო ტაძრის ფუნქციას. ამიტომ 131 კათოლიკოს პატრიარქიდან აქ სულ 20-ია დაკრძალული. გარეგინ პირველი 21 კათოლიკოს პატრიარქი გახლავთ, რომელიც ეჭმიაძინის წმინდა მიწამ მიიბარა. მისი საფლავი წინამორბედი კათოლიკოს პატრიარქის ვაზგენ პირველის გვერდით გაიჭრა.
մեր երկրի համար պատմական եւ պատասխանատու ժամանակահատվածում։ Նահանջված է, որ քաղաքական անկախությանը պետք է հաջորդի հայ ժողովրդի ոչերով։ Նա իր անսպար եղանդը եւ ջանքերը ուղղեց հայ մարդու մեջ սիրո, հույսի եւ հավատի վերարտադրմանը եւ մեր երկրի հրապարակների իրագործմանը իմաստունի հանրատարության եւ հետեւականության։ Երաշխավորացավ հոգեվոր ջեմարանների գործունեությունը։ Վերամորոգվեցին բազմաթիվ եկեղեցիներ ու վանքեր, կառուցվեցին նորեր, վերաբացվեցին նոր թեմեր։ Հովանավորական իր այցելությունների ժամանակ Դեակարում Սիտարան կորձություն բաշխեց սուրբահայներ, հավատացավ և ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ეჩმიაძინის რეზიდენციაში გარდაიცვალა სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მეორე. 60 წლის კათოლიკოსი ყელის კიბოთი იყო დავადებული. შეგახსენებთ, რომ გარეგინ მეორის ავადმყოფობის გამო რომის პაპის ივლისში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო. გარეგინ მეორე კათოლიკოსად 1995 წელს აკურთხეს. მან ვაზგენ პირველი შეცვალა, რომელიც 40 წლის განმავლობაში იყო სომხეთის სულიერი მოძღვარი. 6 თვის მანძილზე სომხეთის კათოლიკოს პატრიარქად ვერავის ვერ აკურთხებენ. საქართველოს საპატრიარქომ ერევანში სამძიმრის დეპეშა გააგზავნა სრულიად სომეხთა პატრიარქის გარეგინ მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. დაკრძალვის ცერემონიას ეჩმიაძინში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციაც დაესწრება. ყოველთა სომეხთა პატრიარქს გარეგინ პირველს 8 ივლისს დაკრძალავენ. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ეჩმიაძინში წმინდა სინოდი კვირა შეიკრიბება. საყოველთაო ტრაური ერევანსა და ეჩმიაძინში 3 დღეს გაგრძელდება, ხოლო სომხური ეკლესიის მთავარი ზარი 40 დღის განმავლობაში განუწყვეტლივ რეკავს. გრიგორიანული ეკლესიის 131 წინამძღვარი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გუშინ გარდაიცვალა. У него был рак языка. Ему делали 2 операции в Америке, в США. И мы надеялись, и врачи дали нам такую надежду, что после 2-й операции у него все пойдет на поправку. Но, к сожалению, случилось иначе. მეორე ოპერაციის შედეგად, რომელიც შარშა ნიუ-იორკში ჩატარდა, გარეგინ პირველს ნახევარი ენა ამოკვეთეს. ამის მიუხედავად, ავადმყოფობის გავრცელება არ შეჩერდა. გასული წლიდან მოყოლებული გარეგინ პირველმა ეკლესიის ადმინისტრაციული მართვა გარეგინ ნერსესიანს გადააბარა, ახალი წინამძღვრის არჩევამდე პატრიარქის მოვალეობებს სწორედ ის შეასრულებს. გარეგინ პირველი სომხური ეკლესიის ისტორიაში პირველი კათოლიკოსი იყო, რომელიც ამ რანგში ორჯერ აკურთხეს. 60-იან წლებში ეჩმიაძინის მმართველობას აღმოსავლეთის ქვეყნების სომხური ეკლესიები გამოიყო, რომლებმაც თავიანთ წინამძღვრად გარეგინ პირველი 1984 წელს აირჩიეს. 1995 წელს კი გარეგინ პირველი ეჩმიაძინში კათოლიკოსად მეორე დაკურთხეს. სომხები იმედოვნებდნენ, რომ ორგზის პატრიარქის შუაზე გახლეჩილ ეკლესიას გააერთიანებდა, თუმცა მან ეს ვერ მოასწრო. სომხური ეკლესიის დაახლოებას გარეგინ პირველი ვატიკანთანაც ცდილობდა. იგი ეკუმენისტური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი იყო. ამ პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ რომის პაპმა გასულ თვეში სომხეთში სტუმრობა განიზრახა, თუმცა ავადმყოფობის გამო ვერ განახორციელა. გარეგინ პირველს დამთავრებული ჰქონდა ოქსფორდის უნივერსიტეტი და თავისუფლად ფლობდა 5 ენას. მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმარი დღეს გააგზავნა. მსოფლიოს სასულიერო ელიტა ერევანში ჩავიდა. დღეს გრანდიოზული სამგლოვიარო ცერემონიით ეჩმიაძინში დაკრძალეს სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე. ჩვენი რეპორტაჟი ერევნიდან.
სრულიად სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოსი უწმინდესი გარეგინ პირველი დღეს პირველ საათზე პატივით დაკრძალეს. აქ იყვნენ მსოფლიოს თითქმის ყველა ეკლესიის წარმომადგენლები. ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე წარმოადგენდნენ. საქართველოს პატრიარქი პირველი გახლდათ მით სამგლოვიარო სიტყვა წარმოთქვა უშუალოდ დაკრძალვის წინ. Грузия и лично я лишились друга и мудрого собрата. Святейший католикос Гарегин первый был достойным преемником великих католикосов Георга VI, Вазгена I и других его предшественников. გარეგინ პირველი კი ლიკიური სამხური ეკლესიისთვის კი გარეგინ მეორე ამ ორ ეკლესიას შორის ისტორიულად დარღვეული მთლიანობის აღდგენას ცდილობდა. ორგანიზაცია დაშნაკ ცუნტუნის აქტიური წევრი კათოლიკოსი ამ ორგანიზაციის მოწინააღმდეგე ლევონ ტერპეტროსიანმა ვოლუნტარიზმის გზით მოიყვანა სომხური ეკლესიის სათავეში. ამ ფაქტმა მაშინ გააღიზიანა დაშნაკ ცუნტუნის მომხრე უზარმაზარი სომხური დიასპორა, რომელიც არც თუ მრავალრიცხოვანი დელეგაციის სახით იყო დღეს წარმოდგენილი. სამაგიეროდ ოიკუმენური მოძრაობის აქტიურ მხარდამჭერ კათოლიკოსს დიდი პატივი მიაგეს ამ ორგანიზაციის წევრი ეკლესიების წარმომადგენლებმა. სომხური მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია გააგრძელებს როგორც გარეგინ პირველის, ისე ვაზგენ პირველის დაწყებულ საქმეს. სომხეთის გაქრისტიანების 1700 წლისთან დაკავშირებით მათ დიდი გეგმები ჰქონდათ. ერთიანი სომხური ეკლესია კვლავ ნაცადი გზით ივლის და ყოველთვის მხოლოდ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ნებას გაატარებს. 90-მდე გამოცემის ავტორი, პოლიგლოტი და ემოციური ორატორი გარეგინ პირველი ვაზგენ პირველის საქმის გამგრძელებლად ითვლებოდა. ვაზგენ პირველის 40 წლიან მოღვაწეობასთან შედარებით მისი ხანმოკლე 4 წლიანი მოღვაწეობა საკმარისი არ აღმოჩნდა წინამორბედი კათოლიკოსის მსგავსი პოპულარობის მოსაპოვებლად. თუმცა მისი ხელმძღვანელობით სომხეთში 20-მდე ეკლესია აშენდა და ერევნის კათედრალურ ტაძარსაც ჩაეყარა საფუძველი. სომხურმა ეკლესიამ იგი წესისამებრ წმინდანთა რანგში აიყვანა და ამით მან მორწმუნეთა გულში სამუდამო სასუფეველი დაიმკვიდრა. ისტორიული გარემოებებიდან გამომდინარე ეჩმიაძინის ტაძარი პერიოდულად კარგავდა სათავო ტაძრის ფუნქციას. ამიტომ 131 კათოლიკოს პატრიარქიდან აქ სულ 20-ია დაკრძალული. გარეგინ პირველი 21-ე კათოლიკოს პატრიარქი გახლავთ, რომელიც ეჩმიაძინის წმინდა მიწამ მიიბარა. მისი საფლავი წინამორბედი კათოლიკოს პატრიარქის ვაზგენ პირველის გვერდით გაიჭრა.